მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამ ვარსკვლავები გვამსტობენ, მე ასტროლოგი და ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი, კვლავ თქვენთან ერთად ვარ და დღეს ჩემს ვსაუბრობთ უახლოესი ერთი კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. საუბარია 10-16 მარტის შუალედში მნარ ასტროლოგიურ პროგნოზზე. მოდით ავნიშოთ ახლა რა ტენდენციები ახასიათებს ამ კვირას ზოგადად და მე უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებსაც მივაქცევ თავისთავად ყურადღებას და პირველ რიგში მე მინდა გუშინდელი დღე კიდევ ერთხელ მიულოცო, იმიტომ რომ კავკასიის ეთერში არ მიმილოცავს კალბოტონებისთვის 8 მარტი იყო გუშინ და კიდევ ერთხელ მინდა ყველა კალბოტონს მიულოცო 8 მარტი, უსურვო კარგი, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული და წარმატებები. ეხლა რაც შეეხება უკვე კვირის ზოგად პროგნოზს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კვირა გვაქვს წინ. აი პირდაპირ შეიძლება ესე ითქვას, ყველას თხოვ, თუ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გაქვს, პროექტი, მოლაპარაკება, რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები, გასარკვევი და შემდგომ ეს ყველაფერი ეცადეთ მოასწროთ 14 რიცხვამდე, 14 მარტამდე, ანუ პარასკევამდე. რატო? იმიტომ რომ აი პარასკევს ჩვენ უკვე გვაქვს 14-ში საკმაოდ რთული, მინდა გითხრათ, თვარის დაბნელება და სავსე მთვარეობა. ანუ ჩვენ შევდივართ დაბნელებების ეგრეთ წოდებულ დერეფანში, ხო? 14-ში ესე ჩვენ გვაქვს თვარის დაბნელება და მე უკვე გვაქვს ჩვენ 29-ში მზის დაბნელება და ახალმთვარეობა. ანუ აი ორკვირიანი პერიოდი გვაქვს, რომელიც სწორედ დაბნელების დერეფანს უკავშირდება და ეს პერიოდი ცოტა უფრო რთული იქნება და საფასურისგებლო. ამიტომ იქამდე გავიაროთ ეს მნიშვნელოვანი ტენდენციები, რაც არის გასაკეთებელი, ეს ყველაფერი იქამდე დავიწყოთ, მაგრამ აი უკვე 14-დან 29 რიცხვის ჩათვლით ცოტა მეტი სიფრთხილე ყურადღება გმართავს. მე ახლა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, როგორც წინა გადაცემაში განვაცხადე, რომ მაქვს დიდი იმედი, რომ მაინც ამ დაბნელებების დერეფანს შედარებით, მოდი ასე ვთქვათ, უმტკივნეულოდ გავივლით, თუმცა ეს რასაკვირველია ყველას არ ეხება, ზოგს ექნება რასაკვირველია პრობლემები, რომ დაბნელებების დროს ზოგიერთ ადამიანს უბნელდება ტვინი და სიმართლე გითხრათ არაადეკვატური. თვითონ შეიძლება ვერ აგეხსნას, რატო თქვა ასე, რატო გააკეთა ესე, რატო წავიდა იქ და ასე შემდგომ. ანუ ეს არაადეკვატურობა დაბნელებების დროს ძალიან თვალშისაცემია. ამიტომ ზოგიერთი რასაკვირველია იქნება ამ ტენდენციების ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ მაინც რადგან დედამიწა არის პოზიტიურ ენერგიულ ველში, ეს მაინც გვირბილებს აი ამ ნეგატიურ ტენდენციებს, რომელიც აქ არის მოსაუბრებელი. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ასევე ამ კვირას უკავშირდება, ეს უკვე თუ დაბნელება ჩვენ გვაქვს პარასკევს 14-ში, 15-ში უკვე შემდეგ დღეს, ანუ შაბათს ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, დაახლოებით 3 კვირიანი, ანუ 15-დან მერკური, ეს არის გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთი მმართველი პლანეტა იწყებს უკუმავლობას, ანუ რეტროგრადული ხდება, უკან მიდის. მოდით ესე ვთქვათ, ეს 3 კვირა ნიშნავს იმას, რომ აქ კოსმოსი ჩვენ გვეუბნება, რომ ახალი საქმის დაწყება, რაღაც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკების წარმოება ძალიან გართულდება ამ პერიოდში. უბრალოდ ეს ტექნიკამაც შეიძლება სათანადოდ არ იმუშაოს. შეიძლება დაუშვათ არ გაიკვირდეთ თუ ამ პერიოდში კომპიუტერულმა ტექნიკამ, პროგრამულმა სისტემებმა აურიეს პრობლემების შექმნეს. ეს ამასთან იქნება დაკავშირებული გულმა ვიწყობა მოემატებს ადამიანებში საცობების რაოდენობა დაუშვათ ქუჩაში. ეს ყველაფერი გაძლიერდება ამ პერიოდში ინფორმაციის მოძიება გახდება გაცილებით უფრო რთული. რატო? იმიტომ რომ სამყარო უკვე 15 რიცხვიდან გვაბრუნებს უკან. ამის გვეუბნება, აი ქონდათ რაღაც პროექტები, იდეები, რომელიც ვერ განხორციელდა, არ განხორციელდა, სათანადოდ არ წარიმართა. რის იმადი თქვენ გქონდათ, აი იმათ უნდა დაუბრუნდეთ. იყო ძველი რაღაც ურთიერთობების შეიძლება სამუშაო კავშირები, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა და შემდგომ აი ამ კავშირებს დაუბრუნდით. ან დაუშვათ თუ არის საშუალება მათი აღდგენისა, ახლებურად წარმართვისა, გადასარევია, მაგრამ თუ არ არის, მაშინ ანალიზი მაინც გააკეთეთ იმისა, თუ ასე ვთქვათ, რატო არ წარიმართა ისე, როგორც საჭირო იყო და რა შეცდომები იქნა დაშვებული. აი, ამის პერიოდი გვაქვს და არა ახალი საქმის. ახალ ნებისმიერ საქმეს, ახალ წამოწყებებს აი ამ პერიოდში 15 რიცხვიდან 3 კვირის განმავლობაში ძალიან გაუჭირდება. პირდაპირ შემიძლია ესე გითხრათ. აქ მოგზაურობის დროსაც კი შეიძლება იყოს სერიოზული სირთულეები, არა მარტო იმ მხრივ, რომ ტექნიკური პრობლემები შეიძლება შეექმნას ტრანსპორტს, არამედ იმ კუთხითაც, რომ შეიძლება აქ მაგალითად ბარგი დაიკარგოს, ან ვერ იპოვოთ, ან რაღაცა სხვა სახისეთმა დააგვიანოთ მაგალითად დავუშვათ თუნდაც თუ მიფრინავთ სადმე და შემდგომ. ანუ რაღაცა ესეთმა ტენდენციებმა შეიძლება ეჩინონ თავი, რაც
ну ესე ვთქვათ ხელს შეუშლის ამ მოგზაურობის თუნდაც ნორმალურ სველობას. ამიტომ ამ პერიოდში მოდით ესე ვთქვათ რომ ვიყოთ ცოტა ყურადღებით. პერიოდი გვაქვს წინ რთული ამ კუთხით რომ ჩვენ გვაქვს ესე იგი დერეფანი გასავლელი ის რომ პლანეტა მერკური უკუმავალი ხდება და უკვე თქვენ იცით რომ უკუმავალია პლანეტა ვენერა სიყვარული და ფინანსების მმართველი პლანეტა ორი უკუმავალი პლანეტა მარტში და პლუს კიდევ დაბნელების დერეფანი ნამდვილად არის სასურველი და სასიამოვნო მინდა გითხრათ იმიტომ რომ ეს არ მარტო აფერხებს ახალ იდეებს ხელშეკრულებებს მოლაპარაკებებს ურთიერთგაგებას ამცირებს ადამიანებსა და ქვეყნებს შორის არამედ ამავდროულად ზაბორ სიტუაცია დროდადრო შეიძლება აქ იყოს ძალიან ცოტა აგრესიული რიტორიკა შეიძლება ხო კიდევ ერთხელ ამბობ წინასწარ განუსაზღვრელი გამოვლენებები ადამიანებში და ასე შემდგომ და ამიტომ საკმაოდ ცოტა ესეთი რთული პერიოდი ერთადერთი რისი მე მაკრო მეტნაკლებაზე ეს მაინც მოგცემს გარკვეული პოზიტიური შესაძლებლობების გამოვლენას ისიც 20 რიცხვიდან რატო 20 რიცხვიდან იმიტომ ჯერ ერთი პოზიტიური ენერგო ველი გვაქვს და ეს ცოტა არბილებს ამ ნეგატიურ ტენდენციებს და 20-ში უკვე ჩვენ მზე გვექნება ძალიან აქტიური, ძალიან ენერგიული, ძალიან ისეთ ორგანიზატორული ნიჭი და უშჩარი ხასიათით ახსავსე ვერტში. აი ვერტი ცოტა გამოგვაცხუცლებს. ეხლა თუ ჩვენ თევზებში ვართ, ვერტი გაცლებთ რომ აქტიურია, ცეცხლის სტიქია და 20 რიცხვიდან ცოტა მოუმატებს ადამიანში ენერგიას, აქტიურად მოქმედების უნარს, მებრძოლ სულისკვეთებას, შეუპოვრობას, უშიშარ ხასიათს, კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ სამაგეროდ გააძლიერებს იგი ასევე აგრესიას ადამიანებში, იმიტომ რომ ვერძე ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ნიშანია მაგასანებად, ხო? ამიტომ აი ეს ტენდენციები გველოდება წინ, აქედან გამომდინარე, რომ იქ არ ვეთამაშოთ ფორტუნას და რაღაცა ან გამოგვივა, ან არ გამოგვივა და სათუო მომენტები იქნება ბევრი, ამიტომ ჯობია ეხლა აი ამ დღეებში 14 რიცხვამდე ძირითადი საკითხები, საქმეები, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები, აი ახლა გავაკეთოთ ყველაფერი ეს. სანამ პერიოდი უფრო მშვიდია. 14-დან მაინც მიუხედავად დედამიწის პოლიტიკურ რგოველისა, აი ამ ორი პლანეტის რეტროგრადულობამ და ასევე დაბნელებებმა, აი ამან შეიძლება თავისი ნეგატიური ასე ვთქვათ ტენდენციები შემოიტანოს და ცოტა სხვა სირთულეები შეუქმნას ადამიანებს. ამიტომ ჯობია ყველაფერი იქამდე დავასრულოთ. ვენერაზე ჩვენ უკვე წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რეტროგრადული ვენერა კიდევ დაგვიმატებს იმ პრობლემებს, რომ შეიძლება გამოჩნდეს თქვენს გვარობაში ძველი სასიყვარულო პარტნიორი. ან ძველი სიყვარული, ან რაღაცა ისეთი ძველი ვღალი გაგახსენოთ ვიღაცამ და ასე შემდგომ, რაც ცოტა კიდევ უფრო მეტად ნეირომოშელი ფაქტორი გახდება დამატებით ამ ტენდენციებთან, რომელიც აღმოჩნდა. ესე იგი, ეს ყველაფერი ჩვენ ამ კვირაში გვაქვს უკვე 14 რიცხვიდან, პარასკევიდან, ამიტომ პარასკევამდე ეცადეთ მიაქცევთ ყურადღება მნიშვნელოვან საქმეებს საკითხებს და აი 14 უკვე გავიაროთ ხილად. რატომ? იმიტომ რომ აქ უკვე ჯანმრთელობასაც მეტი პრობლემები შეიძლება შეექმნას, დაძაბულობა მოიმატოს, სხვა სახის ტრაუმულარულმა ტენდენციებმა, ემოციურმა ფონმა, გაღიზიანებამ ძალიან მაღალ დონეს მიიღო, იმიტომ რომ ეს არის სრული მთვარის დაბნელება. ეხლა ჩვენ გქონდა წინაზე ნაწილობრივი მთვარის დაბნელება, რომელიც შედარებით უფრო რბილია, აი როცა სრული დაბნელება ის გასძლევთ უფრო მძაფრი და ესეთი ენერგიულია და უფრო ნეგატიურია შეიძლება ესე თქვა და თან ეს დაბნელება ჩვენ გველოდება ქალწულის ზოდიაქოში, ან ქალწული თევზების ზოდიაქურ ღერძზე. ქალწული კი ეს ნიშანია, რომელიც მართავს ჯანმრთელობას. ამიტომ ბევრს შეიძლება შეექმნას პრობლემები ჯანმრთელობასთან. ბევრს დაუშვათ კოლეგებთან შეიძლება ან ხელმძღვანელ პირებთან რაღაც კონფლიქტი შეიძლება მოუვიდეს. ზოგი იქნება ზღვარადასული ფანტაზიების ფერხულში ჩართული ამ პერიოდში და ასე ვთქვათ, ცოტა დამიწება, ესაჭიროება და სხვა სახის სირთულეები. ნუ ესე იგი ერთ ტენდენციები არის მოსავალნელი პირველ რიგში ზოგადად, რასაც ჭირდება, რას უყოლებს ცოტა მეტი ყურადღება. ეს საერთო სურათი უკვე იცით. ამ გვირის. ეხლა მოდით ნახოთ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, რა საკვირველია ყველა ზოდიაქოს ნიშანს. წარმატებულია ამისგან მიუხედავად. მაქსიმალური ყურადღება მართებს, ესე იგი 14 რიცხვის მიმართ, პარასკევი დღის მიმართ, რომელიც იმეორება ერთდროულად სავსე მთვარეობას და მთვარის დაბნელებას უკავშირდება და ეს დღე ეცადეთ ნაწილობრივ წინა დღის უკვე დღის მეორე ნახევარი, ასევე 14 მთლიანად ვეცადოთ რომ ცოტა ასე ვთქვათ ყურადღებით და ფრთხილად გავიაროთ ეს პერიოდები, რათა აქ რაიმე სახის პრობლემების წინაშე არ დავდგეთ. ეხლა რაც შეეხება სხვა კუთხით. ნუ აი მაგალითად ვერტისთვის, დავიწყოთ ვერტისთვის საერთო ჯამში პერიოდი
შედარებით უკეთესია, იმიტომ რომ ენერგოტონუსი ნელ-ნელა დაიწყებს მატებას. უნდა არა იმდენად რომ თქვენ ახლა არის კომაკონვებს ჩაერთოთ, რაღაც ასე ვთქვათ 24 საათი იმუშაო და შემდგომ, არა, ჯერ კიდევ ენერგოტონუსი მაინც თქვენი დაბალია. ეს გახსოვდეს, მაგრამ გარკვეული შინაგანი კონცენტრაციას ძირითად საქმეებზე კი აი ეს მოგემატება და ამას იგნორებთ, რომ ამას უკვე შეძლებთ ამ პერიოდში. ზოგიერთ საკითხსაც უფრო გადაწყვიტავთ, ზოგიერთი შეიძლება საქმის უკეთ წარმართვა ან ძველი პროექტების დასრულება კი აი ეს კვირის პირველ ნახევარში წადღოს 14-მდე მოსალოდნელია და ამ ხრივაც ეს პერიოდი კარგია, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ ამგრადი, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით და მიაქცეთ მას ყურადღება. ასევე მთავრული მტრები, ჭორები, ინტრიგები, თქვენ საწინააღმდეგო მოშორნეები საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან და ნებისმიერ ინფორმაცია გადამოწვეთ. იმიტომ რომ ფეიქების შეცდომების დაშვების ტენდენცია საკმაოდ მაღალია. აქ ჯობია ყოველთვის აი ესეთ პერიოდში და მეტყველა სამ კვირაში ენას ყველე დააჭიროთ. საიდუმლო დაიცვა და ისე იმოქმედოთ. წინ და წინ ნუ გაახმაურებთ რასაპირებს ადმეტი ხარ და აზე შემდგომ. მაშინ შედარებით შვიდად გაივლით ამ პერიოდს, მაინც ყოველს კარგი ვარიანტი რომ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ აქ და ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ ჯანმრთელობას. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, აქ პირიქით ენერგოტონუსი მაღალია, იმუნიტეტი მაღალია, სიტუაცია უფრო უკეთ მიდის ყველა მხრივ, მათ შორის ურთიერთგაგებაა თქვენსა და ერგლიკოპ ადამიანებს შორის მაღალია, ზოგიერთი ადამიანი თქვენს ჩართვას მოისურვებს მათ გეგმებში, რაც ასევე ექნება მნიშვნელოვანი. მთავარი არის რა, რომ დავუშვათ რაღაც მოქმედებაზე, რაღაც წინადადებებზე უცებ არ მისცეთ ასე ვთქვათ თანხმობა. ანუ შვიდჯერ გაზომ ერთხელ გაჭერეს პრინციპი, რომელიც თქვენი პრინციპი საყვარელი პრინციპია, წამოწიეთ წინა პლანს და მაქსიმალურად გამოიყენეთ, არ იჩქაროთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამაგეროდ პერიოდი მაგალითად ინტერნეტთან ურთიერთობისათვის, თანამედროვე ტექნოლოგია, პროგრამული სისტემების ასათვისებლად არის ძალიან კარგი. მეგობრული კონტაქტები შეიძლება ჩამოყალიბდეს, ან უფრო მეტ განვითარდეს, მეგობართან თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი რეფორმების დროა, კუროებო. რაღაც სიახლეების შემოიტა ახალი მეთოდოლოგია, ახალი პრინციპი, ახალი ჩაცმულობა, ახალი ვარცხნილობა, რაღაც სიახლეები თქვენ ცხოვრებაში, ესე იგი მონოტონურად მოიცხოვრეთ, რაღაც სპონტანური იმპროვიზაციის უნარი გამოავნოთ თქვენში. და აი ეს ყველაფერი ზოგველია 14-მდე. 14 რომ უნდა გაიაროთ ხილად იცით და უკვე 15-დან ახალი საქმის და ახალი პროექტების დაწყება უკვე იქნება ფრიად სათუო და ძალიან რთული. ამიტომ თუ რაღაცა სიახლეს ნერგავთ და აპირებთ ეს ყველაფერი 14-მდე. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია. ამიტომ ამის შემდეგი კვირიდან დაიწყებს იგი აშკარად გაზრდას, ამიტომ ამ კვირაში მაინც გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას. ოდესმე თქვა ზედმეტ დაღლას და გადაღლას ადგილი არ უნდა გქონდეს. მაგრამ ურთიერთობების კუთხით პერიოდი ნამდვილად არ არის ცუდი. შეიძლება აქ მაგალითად ახალი ნაცნობთა წრე, ახალი მეგობარული წრეც კი შეიქმნას, ძველი ურთიერთობები რომ მაღალ დონეზე აიყვანოს და შესაძლოა მათი მხარდაჭერაც იქნება მნიშვნელოვანი. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი ახალი იდეების პროექტების ჩამოყალიბების წინაშე აღმოჩნდეთ თვითშეფასების კრიტერიუმი ნელ-ნელა მაღდება ამ პერიოდში თქვენი თავარი არ გადააფასოთ თქვენი შესაძლებლობები და მოვერიდოთ ასევე ზედმეტ დაპირებებს, იმიტომ რომ ეს დაპირება შეიძლება მერე არ ასრულდეს სხვადასხვა მიზეზით, ან შეიძლება უბრალოდ დაგავიწყდეთ. რაც მერე შეიძლება გახდეს სხვადასხვა პრობლემების კონფლიქტების საბაბი. ამიტომ არის რაღაც გარკვეული დადებითი ტენდენციები, მაგრამ არის უარყოფითიც და ახლა 14 რიცხვი და რო სიფრთხილე გმართებ და 14-ში განსაკუთრებით ეს უდავოა. რაც შეეხება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, აღნიშნოთ რომ ეს პერიოდი ჰარმონიულია, სასიკეთოა 14-მდე. 14-ში ჩვენ გვაქვს ერთხელ შეგახსენებთ მთვარის დაბნელება და მთვარე ის მანათობელია, რომელიც სწორედ კირჩხებს მართობს, ამიტომ კირჩხები განსაკუთრებით რეაგირებენ მთვარესთან დაკავშირებულ პრობლემურ დღეებზე, ამიტომ აქ შეიძლება ხასიათვალებადობაც იჩენდეს თავს და ნეგატიური სხვა ტენდენციები, ამიტომ 14-მდე. პერიოდი გაცილებით ჰარმონიულია, იმიტომ რომ ჯერტი ჯანმრთელობა მდგრადია, აქ რეალიზაცია ამბიციური ზოგიერთ თქვენი გეგმების და იდეების უფრო ადვილი იქნება, მხარდაჭერას გზნობთ ხელმძღვანელთა მხრიდან, ახლობელთა მხრიდან, რაც გაძლევთ უფრო მაღალი პოზიციების დაკავების შესაძლებლობა სოციუმში. თუ რაღაცა უშლის ხელს თვით რეალიზაციას, აი ამასაც კარგად მოიშორებთ ამ პერიოდში უმტკივნეულოდ. ერთადერთი რამაც შეიძლება იჩინოს თავი, განსაკუთრებით უკვე 14 რიცხვის შემოგარენში თუ შეიძლება ესე ითქვას,
აქ არის ძველი შეცდომები. აი ან ისეთ პრობლემები, რომელიც დიდხანს იყო საიდუმლოდ ჩაჩუმებული. ეს ახლა შეიძლება ამოტივტივეს. ამიტომ ვიყავით ყურადღებით, აი 14-ისკენ, რომ აი რაღაცა ესეთმა ძველმა პრობლემებმა არიჩინონ მეტად თავი და ეს არ იყოს მერე სერიოზული უსიამოვნების ერთ-ერთი ფაქტორი, ძველმა შეცდომებმა. შეიძლება აკიჩინონ თავი, მაგრამ იქამდე პერიოდი 14-მდე კარგია, მათ შორის მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, ორგანიზატორული ნიჭის გამოსავლა თქვენში მეტად დაერდანით ოპტიმიზმს და სხვა შეცვალებთან აქტიური კონტაქტებისთვის ეს პერიოდი ასევე კარგია. გინდა დავუშვათ ეს უბრალოდ ისე ერთად, სხვაეთში გინდა მივლინება იყოს, სწავლა სხვაეთში, პარტნიორული საქმიანი თანამშრომლობა, ყველაფერი იქნება ძალიან კარგი. ამიტომ სხვაეთთან კონტაქტი უნდა იყოს აქტიური. რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს ლომის ზოდიაქოს ნიშანი გულისხმება, ერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბოლია. შემდეგ კვირიდან დაიწყებს იგი გაზდას, ამიტომ აქ ძალიან უკადაღლით თავს მიეცით მათ დასვენების საშუალება. და ამასთან ერთად საქმიანი კუთხით გარკვეული შესაძლებლობები უკვე იქნება. და ამიტომ მით უმეტეს თუ თქვენ რაღაც ვალდებულებები გაქვთ შესაძლებელი ეცეთ რომ ზედმიწევნით კარგად შეასრულოთ, მაგრამ სადღაც უკვე 14 რიცხვისკენ იქნებ რომ უფრო დამოკიდებული ხდებით ირგვლივ ყოფ ადამიანებზე ან მოვლენებზე, რომელიც თქვენს ირგვლივ ხდება. აი ეს ტენდენცია კიჩენს თავს. აუცილებლად ენასკვილი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით, არ ეხმაუროთ იმაზე, რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ და შემდგომ. და მით უმეტეს თუ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა უკავშირდება ერთობლივ ფინანსებს, აქაც ზედმეტი არ ეხმაუროთ. თუმცა აკონტროლეთ პარტნიორი და მისი ხარჯვა საერთო პულისა, რომ აქ რაიმე სახის შეცდომები არ გაიპაროს ამ პრობლემები არ მოხდეს. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, აღნიშნოთ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის მხარდაჭერა პარტნიორთან მხრიდან. ეგრისკობა როგორც ბიზნეს საქმიანი პარტნიორები, ასევე სასწავლო პარტნიორები, რაც მეტად ეს ურთიერთობა კარგია, დალაგებულია, სტაბილურია, ამით სტაბილურად იგრძნობთ თავს თქვენს ნებისმიერ სფეროში თქვენი ცხოვრებისა. მაგრამ სადღაც უკვე 14 რიცხვისკენ გულაცრუებამ საქმეებში შეიძლება იჩენოს თავი. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი არასწორად შეაფასებს თქვენს მოქმედებას. ამან შეიძლება ცოტა სწორედ ეს გულაცრუება გამოიწვიოს თქვენში. ან ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თქვენ გადააფასოთ თქვენი შესაძლებლობები და ძალები. თუმცა ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ. ჯანმრთელობაში, ომისმარება, ნებისყოფა, სათანადო დონეზეა, ეს ასეა, მაგრამ ზედმეტადაც ნუ გადაიღლებით. ასევე ამშვით, რომ მეტად, რაც უფრო მეტად თქვენ გვერდით იქნებიან კოლეგები, მეგობრები და მათი მხრიდან დახმარებას იგრძნობთ, ეს უფრო მეტად ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას და ამ პერიოდში წარმატებებს. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, სასწორი ენერგოტონუსი თქვენი შედარებით დაბალი, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით, თავარი ეს არის, რომ ცოტა დაასვენოთ საკუთარი თავი. თუმცა საქმიანი კუთხით გარკვეული შესაძლებლობები არის. მაგრამ ურთიერთწინააღმდეგობებით ბევრი იქნება. განსაკუთრებით 14 რიცხვისკენ, ესე იგი პარასკევისკენ, ხუთშაბათ პარასკევი უკვე ეღოთ ყურადღებით. იმიტომ რომ აქ სხვადასხვა სახის ურთიერთწინააღმდეგობებმა თქვენსა და ირგვლივ ადამიანებს შორის შეიძლება განსაკუთრებით მძაფრად გამოიჩინონ თავი და ამასთან ერთად აქ სხვადასხვა სახის, მოდი ასე ვთქვათ, მოვლენები გაიძულებენ, რომ თქვენ უფრო მეტი დრო, ენერგია დახარჯოთ სხვათა პრობლემების მოგვარებაზე. ეს ხვებს გაუჭირდებათ თქვენს ირგვლივ, ამიტომ თქვენ მოგიხდებათ საკუთარი საქმეების გადადება და მათ პროექტებში, იდეებში, პრობლემებში ჩართვა და ამის გადაწყვეტა. აი ეს სხვათა შორის ერთის მხრივ კი შეიძლება ცუდია, იმიტომ რომ ეს ცუდად ვთქვათ, ამოხრჩევს თქვენს მოქმედებას, საქმეებს, გეგმებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კარგია მომავლისთვის, იმიტომ რომ შემდეგ უკვე 20 რიცხვიდან აი ეს თქვენ ესეთი მოქმედება თანადგომა სხვების მხრიდან მერე ხელში უწყობს ახალი საინტერესო პერსპექტივების გამოვლენას, როგორც პროფესიონალური კუთხით, ასევე ფინანსური კუთხით. და ხელში უწყობს თქვენს წინსვლას და განვითარებას. ამ პერიოდში კი ამ კვირაში სადღაც 14-ისკენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჯანმრთელობას, რომ ჯანმრთელობის პრობლემებმა არ იჩინონ აქ თავი. მორიელი ზოდიაქოს რაც შეეხება ამშვით, რომ ერგოტონუსი მაღალი აქვს, ჯანმრთელობა მდგრადი, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია. ამიტომ შესაძლებლობები პოზიტიური უდაოდ არის, ინტუიცია მზარდი, რომელზეც დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებთ. ამასთან უფრო პასუხისმგებლობით მიუდგებით ნებისმიერ საკითხებს. მათ შორის შვილებთან ურთიერთობა ძალიან იქნება თქვენთვის, მათ ასე ვთქვათ, აღზრდა სათანადო დროს ყურადღებას დაუთმოთ სულიერი განვითარებისთვის. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ზოგიერთ თქვენთაგან ჩართვება აქტიურად საქმემოქმედო საკითხებში და საგრძნობლად აიმაღლებს თავის ავტორიტეტს.
ესეც კარგია. მაგრამ აქვე აღნიშნოთ, რომ უკვე 14 რიცხვისკენ, ანუ კვირის მეორე ნახევრისკენ, ცოტა ეღავით ყურადღებით. რატო? იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთი სიტყვა არასწორად გაიგოთ. ამან შეიძლება დაძაბოს სიტუაცია. ან დაუშვათ საბუთების გაფორმებისას შეცდომები დაიშვას. ამიტომ ყველაფერი გადაამოწოთ, ეღავით ამ მხრივ ყურადღებით. კონკურსებში ლატარებში მონაწილეობის მიღება 14 რიცხვამდე დაშვებულია, შემდეგ უკვე არა. ეს პერიოდი კარგია პირადი, სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობებისა და კონტაქტებისთვის, ოღონდ ვიმეორებ თავი შევიკავოთ აქ 14 რიცხვი არავითარი ეს მithumetes ახალი რომანტიკული კავშირები არა და პირად ურთიერთობებში 14-ში განსაკუთრებულ ტაქტიანი და დიპლომატიური უნდა იყოს, რომ რაღაც საკითხთან დაკავშირებით აქ არ დაიძაბოს სიტუაცია. მშვილდოსნებს რაც შეეხება, მოვიტანხმოთ, რომ ერგო ტონუსი თქვენი შემდეგი კვირიდან გაიზრდება, ამიტომ კვირაში რადგან ცოტა დაბალია, დრო და დრო დასვენების საშუალება მიეცით თქვენს ორგანიზმს, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით პერიოდი ნამდვილად არ არის ცუდი. იმიტომ რომ თვითრწმენაც მოიმატებს თქვენი პოპულარობა შეიძლება გაძლიერდეს საზოგადოებაში, თან შინაგანი სურვილი გიჩნდებათ განსაკუთრებულად ყველას მოეწონოთ. ეს ტენდენციაც იჩენს თავს. ამავდროულად თქვენი პირადი ურთიერთობა უფრო აქტიურად გავითარდება და ზოგიერთი პოზიტიური ცვლილებები შეიძლება მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. მათ შორის საყოფაცხოვრებო სრულ საკითხებით შეიძლება დაალაგდეს ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და ხუბლებთან, ჰაცსავებთან გაუმჯობესდება, სახლში შეიძლება ლამაზი დიზაინიც მოიწყოთ. ანუ რაღაც სასიკეთო ცვლილებები, ტენდენციები უდაოდ არის. მთავარია ზედმეტი გადაღლის გარეშე გაიაროთ ეს პერიოდი და უკვე 14 რიცხვი განსაკუთრებული სიფრთხილით გავლოთ. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნით დაუდევლებს, ერგო ტონუსი მაღალია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, თან შრომისუნარიანია, ნებისყოფიანია, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ამ პერიოდში. საქმიანი კონტაქტებისთვის პერიოდი კარგია, ხელშეკრულებების დასადებად, აქ სპონსორების მხრიდან, ხელმძღვანელთა მხრიდან კეთილგანწყობას იგრძნობს ეს ნიშანი კი, ეს ტენდენციები უდაოდ არის. დავუშვათ ისიც, რომ ეფექტურობა თქვენი მოქმედებისა საკმაოდ მაღალია. ამიტომ ეს ხელში უწყობს როგორც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე თქვენი რეიტინგის დასს საზოგადოებაში. შეიძლება საინტერესო ახალი ვალდებულებების შესრულების წინაშე აღმოჩნდეთ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში უკვე 14-ისკენ შეიძლება იქნოთ, რომ უფრო დამოკიდებული ხდებით თქვენს პარტნიორებზე და მათ ინიციატივებზე, რამაც შეიძლება თქვენი ყოველდღიურობა ცოტა შეცვალოს. თუმცა კლიანობაში პროფესიონალური და ინტელექტუალური განვითარებისთვის პერიოდი უდაოდ კარგია. უბრალოდ 14 რიცხვი გავიაროთ ცოტა ფრთხილად და ყურადღებით. მერწყული ზოდიაქოს რაც შეეხება, ენერგო ტონუსი დაბალია. ამიტომ ნუ გადაიღლებით, იმიტომ თქვენთვის მithumetes ძილის პრობლემა არის მუდმივი. ამიტომ ცოტა გამოეძინეთ, ნუ გადაიღლებით მეცით ორგანიზმის დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება, მაშინ კლიანობაში იქნება კვირა ნამდვილად დასამახსოვრებელი და რატო? თქვენ მოგესწრებათ აქ საშუალება, რომ ზოგიერთი ფინანსური საკითხები კარგად გადაწყვიტოთ. ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება საგრძელების წინაშე აღმოჩნდეთ, რაც სტაბილურობას ხელში უწყობს კლიანობაში თქვენი მოქმედება, ბიზნეს საქმიანობა, მატერიალური კუთხით და ეს თვითრწმენასაც გააძლიერებს თქვენში. შეგიძლიათ აქ გარკვეულწილად ინიციატივის გამოვლენა, ზოგიერთ შემთხვევაში კარგი ორგანიზებული მონაცემების გამოვლენა, ამ კლიანობაში არ არის ცუდი პერიოდი. წინა პერიოდში დაწყებული საქმეები ახლა მატერიალურ დივიდენდებსაც მოგიტანენ, ამ კუთხითაც კარგია. ამიტომ იმისთვის რომ ეს პერიოდი გავიაროთ კარგად, ამისთვის საჭირო რომ დრო და დრო დავასვენოთ თავი, ცოტა გამოვაძინოთ და 14 რიცხვი განსაკუთრებით ხილად გავიაროთ და ამ რიცხვისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. თუ რაღაც ახალი პროექტებია 14-მდე. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, საკმაოდ ჰარმონიული, კარგი პერიოდია თქვენთვის, იმიტომ რომ ტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ინტუიცია მზარდი, რომელსაც დაკმობის სწორად შევასაკეთებთ და უფრო აქტიური ხდებით, უფრო ენერგიული, ნაკლებად იღლებით, შრომისუნარიანობა მატლობს, მოდი ასე ვთქვათ, კარგი სტრატეგიული ხედვის უნარი გაქვთ, ტაქტიკურად სწორად მოქმედებთ და თან იმდენად ძლიერი ინტუიცია გაქვთ, რომ დაახლოებით იცით, როგორი მოქმედებს სხვა ადამიანი და რამდენიმე მისი ნაბიჯის, ასე ვთქვათ, სანამ ის გადადგავს ამ ნაბიჯებს, თქვენ უკვე წინ და წინ ხვდებით რა ნაბიჯებს გადადგავს და უკვე იცით როგორი მოქმედოთ მასთან მიმართებაში. ამიტომ ეს გადაძლევთ საშუალებას, რომ უფრო ფრთხილად და თან უფრო ზუსტად იმოქმედოთ. ამიტომ ყველანაირ არასასიამოვნო სურპრიზს გამორიცხავთ.
გამორიცხავს ეს თქვენი სწორი მოქმედება. ამავდროულად ეს პერიოდი რომ სულისა შეიძლება არაერთი ძველი პრობლემის გადაწყვეტა და მთლიანობაში მოდი ასე ვთქვათ, ეს პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო გაქვთ თქვენ, იმიტომ რომ ზე ხართ თქვენ ზოდიაქოს ნიშანს გადის, როგორც ორგანიზატორი, როგორც ლიდერი, როგორც კოლეგა, როგორც პარტნიორი იქნებით ძალიან კარგი შემოქმედებით იჯის დონარის კარგი გამოვლენის უნარი გაქვთ. ფინანსური კუთხითაც, ყველა სხვა სახის იდეების რეალიზაციის კუთხითაც ძალიან კარგი კვირა. 14 რიცხვი გავეოროთ ცოტა ფრთხილად და ყურადღებით. ეს უკვე იცით, იმიტომ რომ დაბნელებაა და რადგან აქ ჩვენ გვაქვს დაბნელება სწორედ იმ ზოდიაქურ ღერძზე, რომელიც ქალწულს და თევზებს ეხება, აი ამ ღერძზეა სწორედ ეს მთვარის დაბნელება, ანუ მზე და მთვარე უპირისპირდებიან ერთმანეთს სწორედ ამ ღერძზე. ამიტომაც ნაწილობრივ მაინც ყველაზე მეტად რისკ ჯგუფში არიან აქ თევზები და ქალწულები. და ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება 14-ში, უკვე 13-ში დღის მეორე ნახევრიდან საკუთარ ემოციური მდგომარეობის არ დაუშვათ არავითარი ცუდი აზრები, არავითარი დეპრესიული ტენდენციები და ასე შემდგომ. და რომ თლიანობაში კვირა იყოს თლიანობაში კარგი. აი ეს პერიოდი უბრალოდ გაიარეთ ცოტა ფრთხილად. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია, მათი ასტროპროგნოზი ამ კვირის განმავლობაში საუბარია 10-16 მარტის შუალედში მიმდინარე ტენდენციებზე და ეხლა რაც შეეხება ცალკეულ დღეებს, მოდი ამშვიდობთ, რომ აი ხვალინდელი დღე ეს არის 10 მარტი, ხვალდაწყებული საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოთ, ამას მიაქციოთ ყურადღება. თუმცა ისიც ამშვიდობთ, რომ აქ დღე გეომაგნიტურია. ამიტომ გეომაგნიტური ენერგიები ამ დღისა მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში თავის ტკივილების, ოგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემისა და სხვა დისკომფორტული გამოვლენებების. ამ შემთხვევაში ზეგი მეტად წნევას მიაქციეთ ყურადღება და უსხლტობის შემთხვევაში გამოიყენეთ ან წამლების, ან ყავის პროფილაქტიკა, რომ ანაწიოთ ან ჩამოწიოთ წნევა და მოეყოლოთ ორგანიზმის წესრიგში. მეტი ყურადღება გმართებთ ხვალ ნებისმიერი საქმის შესრულებისას. ეს პერიოდი კარგია მაგალითად ხვალინდელი დღეს შერიგებისათვის, ურთიერთობის აღდგენისათვის. თუმცა ორშაბათს და სამშაბათს ნერვულ სისტემა ცოტა მეტად დაუსუსტება ლომის, კუროს, მორიელის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს. ამიტომ მაქსიმალურად მიაქციეთ ყურადღება თქვენს ნერვულ სისტემას. არავითარი კომპლექტი საქმე და გარჩევა დაიცავეთ სიმშვიდე და მოერიდეთ ორშაბათს და სამშაბათს, ამ 4 ნიშანს ეხება პირველ რიგში ფიზიკურ, ემოციურ გადაღლას და ზედმეტ ნერვიულობას. აკონტროლეთ აქ მეტად თქვენი ემოციები. და აღნიშნოთ ასევე ისიც, რომ ჯანმრთელობის კუთხით ორშაბათს სუსტდება გულსიძარღვანი სისტემა, ასევე ხერხემლის ზონა. და ოპერაციების ჩატარება ორგანოთმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. მოვერიდოთ ასევე ორშაბათს და სამშაბათს სოლარიუმს, ასევე აბანოს და ასე ვთქვათ ფიზიკურ გადაღლას. კარგია ხვალინდელი დღე ვერძის და სასწორი ზოდიაქოს ნიშანთათვის. სამშაბათის გეომაგნიტურია 11 რიცხვი, მარტისა გეომაგნიტურია და აქაც მიაქციოთ ყურადღება. რაღაც დისკომფორტს გრძნობთ, აუცილებლად წამლის პროფილაქტიკა წნევასთან ერთად. რომ აქ მოიყვანოთ წესრიგში ამ კუთხით ორგანიზმი და თქვენი შინაგანი მდგომარეობა. თან ღამის საათს მივაქციოთ საათებს განსაკუთრებული ყურადღება. 23 საათიდან 17 წუთიდან ღამის პირველ საათამდე ჩვენ გვაქვს 11-ში სამშაბათს მიმართულება დაკარგული მთვარის, ან სხვადასხვა უკურსო მთვარის პერიოდი, რომ სულობისას უდუნდება ზედმეტად ყურადღება ადამიანებს, რაც შეიძლება გახდეს ამ პერიოდში არასასრული ტრავმების და უარების მთავარი მიზეზი. ამიტომ ქვეით ატმოსფერულებს და მძღოლებს ამ პერიოდში მარტებთ ორ მაგის სიფრთხილე და ყურადღება. და უნდა დააკონკრეტოთ აუცილებლად სამშაბათს თქვენი მოქმედების გეგმები, შიდა არსი, მოდი ასე ვთქვათ, აკონტროლოთ ხასიათში პრეტენზიულობა, ამბიციები, სულსწრაფობა, სიზარმეცად მიდრეკილება, ეგოიზმი. სამაგრო დღე კარგია საბავშვო ზეიმებისათვის, პრეზენტაციების, მაგალითად, ახალი პროექტების დასაწყებად, გავლენიან ადამიანებთან კონტაქტებისათვის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა 11-ში სამშაბათს. სწორედ სამშაბათიდან 31 დეკემბრამდე ეს ხანგრძლივი ასე ვთქვათ ასპექტია. პროზერპინა შეუერთდება ზუბენ ელ-შამილის ვარსკვლავს. ეს მოვლენა ერთის მხრივ ახლა ნაკლებად შეიძლება სხვა ასტროლოგებმა ამას ყურადღება მიაქციონ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც ისე მსუბუქი და ადვილი რამ არის, იმიტომ რომ ეს მეტად გააღვევს დაპატიმრებებს, უსამართლო ბრალდებას, ასევე გაკოტრების პროცესები მეტად გაძლიერდება და ქრონიკულმა დაავადებებმა შეიძლება მეტად იჩინონ თავის საზოგადოებაში. ამიტომ არაფერი, მაგრამ აი ესეთი ორი მძიმე ბოროტი ენერგიების შეერთება ზუბანელშამალი ეს ვარსკვლავი საკმაოდ რთული მძიმე ენერგიების მატარებელია და აი ქმნის ამ დაგვარ ტენდენციებს. ამიტომ
აი ეს ყველაფერი ცოტა მეტად მოიმატებს და შემდეგ საზოგადოება ვერ გაიგებს რა არის მიზეზი თავისთავად და ნუ ახლა აი წინდაწინ მინდა ვითხრათ რომ აი 11 მარტიდან წლის ბოლომდე აი ამ ტენდენციამ შეიძლება იჩინოს თავი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იქნება სწორედ ამ ენერგიების ერთმანეთთან შეერთება, რაც არ ხდება ხშირად. ნუ ახლა უსამართლობაში ჩვენ ხშირად ვაწყდებით, მაგრამ აი ამ პერიოდში ეს იქნება უკვე ცოტა უფრო მეტად მომატებული. შეიძლება ესე ვთქვათ. და სამშაბათს ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალისი ოპერაციების ჩატარება ისევ ორგანოებთან განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი, ყველაზე კარგია სამშაბათი ტყუპების, ლომის, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. და ავნიშნოთ უკვე 12 რიცხვი 4 შაბათი დღეა, აქ ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, ღამის პირველი საათიდან დღის 11 საათამდე 58 წუთამდე გასტანს იგი და აი ამ გრძოლებს ქვეითად მოსწორების ამ პერიოდში ჭირდებათ ორმაგი ყურადღება, იმიტომ რომ ტრაუმატული თანაცების ალბათობა აქ მოიმატებს. გავაფრთხილდით საყვარელ ადამიანებს 4 შაბათს და პრინციპში 4 შაბათს და ნაწილობრივ 13-ში 5 შაბათს დილით დაწყებული საქმეები შემდეგ კარგად წარიმართებიან. 4 შაბათი კარგია საუბაცხოვრო საქმეებისთვის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. დროს აქ ფუჭად ნუ დახარჯავთ. და რაც შეეხება ახლა ჯანმრთელობას სუსტდება ნაზლოვთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი ელენთა. ოპერაციების ჩატარება მართლობაში 4 შაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე კირჩხების და თხის გაზოდიაქოს ნიშანთათვის. სანამ გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალი შენი ჰოროსკოპი, სადაც არის უამრავი საინტერესო ინფორმაცია, მათ შორის აქ არის მაგალითად ყოველთვიური ასტროლოგიური პროგნოზები, უკურსო მთვარის, ასე ვთქვათ, მდგომარეობა სხვადასხვა პერიოდებში და უამრავი სხვა რამ, რაც უდავოდ იმედია, რომ დაგაინტერესებთ ასტროლოგიის მოყვარულთ, ვიმეორებ ჟურნალის შენი ჰოროსკოპი. არაგვერიოს დიდ ჟურნალთან, რომელსაც ქვია უბრალოდ ჰოროსკოპი. და ორივე გაყიდვაშია პრესიჯი ხურებში ძირითადად, თუმცა მაღაზია ბიბლოში შეიძლება ნახოთ და ზოგიერთ სხვა მაღაზიებშიც არის შეტანილი და თუ დავუშვათ მთელ რესპუბლიკის ფარგლებშია და თუ ვერ ნახეთ, აქ აუცილებლად მოითხოვოთ, იმიტომ რომ შეტანილია, რატომაც არ გამოაქვთ დროულად და თუ ესე იგი რომელიმე დავუშვათ ქალაქში არ არის, და უბრალოდ გითხრეს რომ არ აქვს, მაშინ შეეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77. ვიმეორებ. 597 15 99 77 და ამას უკვე სახლში მიტანითაც კი აი ამ კუთხითაც კი მიიღებთ და ესეც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ამასთან ერთად ამ დიდ ჟურნალ ჰოროსკოპში ჩვენ გვაქვს, იცით თქვენ, ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზი მთვარის კალენდრის და მიხედვით აქ არის ასკოლია დედამიწის გეომანტიის გრაფიკული გამოსახვა და რას ნიშნავს ეს, რაზე გავლენას ახდენს დედამიწაზე, როგორია ქარიშხლები და რაზე გავლენას ახდენს მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობაზე, პოლიტიკური საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზი თავისი გარკვეული გრაფიკული ასევე გამოსახვით და შემდგომ და შეგნით თქვენიცით რომ გელოდებათ უკვე კალენდრების მთელი წყება. აქ ჩვენ გვაქვს ბიზნეს შემოქმედებითი სასკვალო კალენდარი და სამდეცნო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია დავუშვათ ოპერაციებისთვის რომელი დღეები არ არის სასურველი, რომელ ორგანოსთან დაკავშირებით. ამის გარდა დიდი იცით თქვენ ეს არის საოჯახო კალენდარი, როგორც ჩვენ მას უწოდებთ ასტროლოგიური, სადაც აღნიშნულია 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის, წლის განმავლობაში დადებითი და უარყოფითი დღეები, ნეიტრალური დღეები, ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, მათი მნიშვნელობა და რასაკვირველია ესეთი პატარა ჯიბის კალენდარი, რომელიც შეიძლება უბრალოდ ჯიბეს ჩაიდოთ, თქვენი იქნება ეს მაგათად მორიელი ან კერჩხებია და ნუ აქაც გაგვაქვს მთელი წლის განმავლობაში დადებითი უარყოფითი დღეები. ანუ იგივეა რაც არის ამ დიდ კალენდარში, ოღონდ ეს თუ არის დავუშვათ საოჯახო 12-ვე ნიშანია გამოსახული, აქ არის გამოსახული მხოლოდ ერთი ზოდიაქოს ნიშანი მთელი წლით გათვლილი. და ეს ყველაფერი დევს რასაკვირველია ამ დიდ ჟურნალში, რომელსაც ჩვენ ჰოროსკოპის სახელწოდებით ვიცნობთ, ეს ორივე ჟურნალი გაყიდვაშია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რაღაცა შეეხმიანეთ, ტელეფონის ნომერი გაქვთ და უკვე სახლშიც მიიღებთ ყოველივე ამას. ეს რაც შეეხება ჩვენს ასე ვთქვათ ამ სარეკლამო ნაწილს ასტროლოგიის, ახლა გადავიდეთ უკვე
დარჩენ მოვლენებზე ჩვენ შევჭარდით ცალკეულ დღეებზე და მნიშვნელობაზე. შემდეგ კვირისა და 13 რიცხვი გადავიდეთ უკვე ხუთშაბათ დღეზე. გეომაგნიტურია, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ხუთშაბათს ცოტა მეტი ყურადღება თუ თავისკიველი უგონებობა იჩენს თავს და შენგო რაღაც დისკომფორტი, აუცილებლად წნევის საკითხს მიაქციეთ ყურადღება და შესაბამისი წამლების პროფილაქტიკით მოიყვანეთ იგი წესრიგში, რომ ხასიათის დაგებრუნდეთ და განწყობას გქონდეთ უკეთესი. ხუთშაბათს ნუენდობით და ნუაყვებით ემოციებს, საღად და ლოგიკურად იაზრუნოთ. მოდი ასე ვთქვათ, კონფლიქტების და შეურაცხყოფის ალბათობა განსაკუთრებით უკვე დღის მეორე ნახევრისკენ მოიმატებს, იმიტომ რომ შემდეგ დღეს ჩვენ გვაქვს აქ უკვე მთვარის დავნელება და ამიტომ უკვე ხუთშაბათსაც ზოგიერთი ამას იგრძნობს. კარგი აქვს მაგალითად საბუთების მოწესრიგება, დაალაგება, დასუფთავება. დღის მეორე ნახევარში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიფრთხილე გმართებთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება უკვე ჯანმრთელობასაც შეექმნას პრობლემები, პროვოკაციების ალბათობა მოიმატებს, შვენ გადაწყვეტილებებს აქ მიიღებთ, სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ და ასე შემდგომ. და პირად ურთიერთობებში იქნება ზედმეტად პრეტენზიული, ესეც აღნიშნოთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაზღლობთა სისტემა, ელენთა კუჭქვეშა, ჯირკვალი და ოპერაციების ჩატარება მოთამართებაში განსაკუთრებული აუწყობობის გარდა ხუთშაბათს არ იქნება სასურველი. კარგია ეს დღე ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება პარასკევს, ეს უკვე იცით რომ არის საკმაოდ რთული გეომაგნიტური დღე, ეგრეთ წოდებული მთვარის დაბნელება ან სავსე მთვარეობა ერთდროულად ხდება ეს ყველაფერი და რასაკვირველია ეს ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ დღე ამ კუთხით რთულია უდავოდ, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როდესაც თან გვაქვს გეომაგნიტური დღე, ერთი დაბნელება, რის შედეგად ბევრ ადამიანს დაუბნელდება ტვინი და ემოცია, ემოციური კონტროლი ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხდება ეს დაბნელება ქალწულის ზოდიაქოში და თან კიდე გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი ღამის საათებში, 21 საათიდან 29 წუთიდან 23 საათამდე, რომლის შედეგად კიდევ მეტად ასე თქვა დუმდება ყურადღება ადამიანში და ეს ძალიან სახიფათოა, მეტუმეტეს თუ მძღოლია და უშუალოდ საჭესთან, ხო? ეს მოდუნება შეიძლება ძალიან ზვერად დაგვიჯდეს და ამან ტრავმატული ტენდენციები გამოიწვიოს. ეს ერთად ითხოვს აქ ყურადღებას. მთვარის დაბნელება და სავსე მთვარეობა 14 მარტის, ანუ პარასკევის დღისა, ეს რთულია რატო? არა მარტო იმიტომ, რომ ქალწულის ზოდიაქოში ხდება იგი, არამედ მზის, პლანეტა სატურნის, პლანეტა ნეპტუნის დაპირისპირება ხდება მთვარესთან. აქ ჩართული ასევე კარმული კვანძების ენერგიაც. ეს მეტად განავითარებს ტრავმატულ ტენდენციებს, ჯანმრთელობის პრობლემებს, დეპრესიულ, აგრესიულ გამოვლენებებს, თუნებებს, შეცდომებს გამოიწვევს, კონფლიქტურობა მოიმატებს და სხვა ნეგატიური ზეგავლენები. ამიტომ ვიყავით ყურადღებით, ილოცეთ, დალოცეთ სხვებიც. აქ მოდი ასე ვთქვათ, პირველ რიგში არავითარი კამოთი, არავითარი დაუშვათ აქ საქმეთა გარჩევა. მეტად თუ დაეყნებით ინტუიციას, არ იქნება ცუდი. და აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდია, რომ მსვლელობისას მაგალითად აქ მაღალია სხვა ემოციური აფეთქების, მოტყუების ალბათობა. მოერიდოთ მასობრივ ღონისძიებებს და ხალხის მასებთან კონტაქტს, იმიტომ თვალის აღების, სულის ენერგო დაბინძურების საფრთხე საკმაოდ მაღალია. ამიტომ გავიაროთ ეს პერიოდი ფრთხილად, არაფერი ახალი მნიშვნელოვანი აქ არ დავიწყოთ, არავითარი სარისკო მოქონები, არავითარი ფულის წესრიგება, გასესრიგება დღე მშვიდად გაიარეთ და მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციები. კარგი იქნება თუ მაგალითად აქ ამ პერიოდში დაუშვათ არ ჩავატარებთ არანაირ ოპერაციებს. ესაც იქნება ძალიან კარგი. განსაკუთრებით სუსტდება ნაზღლობთა სისტემა, კუჭქვეშა, ჯირკვალი, ელენთა, მაგრამ საერთოდ ოპერაციები ეს დღეებში სასურველი არ არის. ყველაზე კარგია ეს დღე კუროს და მორელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. 15 რიცხვი, შაბათი დღე მარტისა, ეს დღე შედარებით კარგია საქმიანობის და ურთიერთობების მშვიდობიანად წარმართვისათვის. ეცეთ რთული საკითხები მშვიდობიანად, დიპლომატიურად კომპრომისების მეშვეობით გადაწყვიტოთ, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. არ აყვეთ პროვოკაციებს, იმიტომ რომ წინა დღის მთვარის დაბნელების ენერგიები გარკვეულწილად შაბათსაც, მეტუმეტეს პირველ ნახევარში შაბათისა, იჩენს თავს. ამიტომ აკონტროლეთ თქვენი ემოციები, გადაიღლებით, განმარტოვდებით ზედმეტად საქმეების შესრულების დაგვარად აქაც გადადეთ. აქ არ ვარ გახშობლებების დადება, მოპარგების წარმოება, მშვენგაწილების მიღება და ასე შემდგომ. და თან გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ უკვე აგვაქვს 15-ში მნიშვნელოვანი მოვლენა ის, რომ პლანეტა მერკური
გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა ხდება უკუმავალი 3 კვირით. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ამ დღიდან, შაბათი დღიდან ახალი იდეების, პროექტების რეალიზაცია, ხელშეკრულების დადება, მოპოვების წარმოება პრიად სათუო იქნება, რომ ზდადოთ ხელშეკრულება ის შემდგომ არ იმუშავებს. აქ ჯობია უკვე ამ დღიდან ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ, ან ძველ რაღაც დაუშვათ საქმეს თუ გადახედავთ იქნება კარგი, იქნება ახლებურად წარმართოთ, ან გამოაცოცხლოთ ის საქმე იდეა, ან რაღაცა დაუშვათ ძველი საქმიანი კონტაქტები და ასე ვთქვათ, აქ ეს პერიოდი უფრო გვაბრუნებს წარსულთან, ან მის ანალიზთან, ან გამოსწორებასთან იმ ძველი დაუშვათ იდეებისა და საქმიანი შეიძლება კონტაქტების. აი ეს ყველაფერი 15-ში ხდება და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება, ესე იგი 15-ში შაბათს ყელი, ენდოკრინული სისტემა, თერკმელები, კანის ზონა. ოპერაციების ჩატარება, ორგანიზმის ფორმირება შაბათს განსაკუთრებული ავადმყოფობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია შაბათი დღე ვერძის ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანთათვის. და რაც შეეხება კვირას, 16 მარტია უკვე კვირა დღე, ესეც გეომაგიტურია, ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება წნევას და შესაბამისი პროფილაქტიკას თუ იქნება საჭირო და მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდის სითხოვის ყურადღებას 13 საათიდან 54 წუთიდან 24 საათამდე გასტანს იგი. ამ დროს ზედმეტად დუმდება ყურადღება და ამიტომ ძღოლებს ქვეითად მოსაურულებს ამ პერიოდში შეჭირდებათ ორმაგი სიფრთხილე და ყურადღება, რომ არ მოადუნოთ ზედმეტად ეს ყურადღება და ტრაუმატული ტენდენციები არ გამოიწვიოთ ამით. კვირას ნუ ეცდებით იმ თვისებების გამოვლენას, რაც თქვენ არ გახასიათებთ. უახლოესი 8 დღის განმავლობაში კარგი პერიოდია, ხელშემწყობია დალაგება დასუფთავებისთვის, ზედმეტი ნივთებისგან განთავისუფლებისათვის. პარტნიორობებში მეტად დაგეხმარებათ იუმორი და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი და თერკმელები. დადებითი დღე ლომთათვის, სასწორთათვის და მერწყულთათვის. ეს შემდეგ კვირის ძირითადი ასტროლოგიური ტენდენციები, ახლა მოდი ნახოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. აი მაგალითად, ვისაც აქვს განზრახული, მაგალითად, კურნალობის დაწყება. აი მათ საყურადღებოდ აღნიშნოთ, რომ ყველაზე კარგი იქნება 11, 12, 13 მარტის დღეები და არ ვარგა 14 მარტი. დარჩენილი დღეები საშუალოა. გზავრობა მოგზაურობის კუთხით, აქაც 11, 12, 13, არ ვარგა 14, 15 მარტი და ასევე 9 მარტის დღეც. სამსახურის შესვლისთვის ყველაზე კარგი იქნება 11, 12, 13 რიცხვები მარტისა და არ ვარგა 14 მარტი. ხელშეკრულებების დასადებად კარგია გამოიყენეთ 10, 11, 13 მარტის დღე და სხვა შორის 16-იც არ იქნება ცუდი. 14 მარტი არ ვარგა. ქორწინებისთვის ყველაზე კარგი იქნება 10, 13, 15, 16. ეს გამოიყენოთ ეს დღეები 14-ს გვერდი აუღროთ. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, აღობინაში გადასვლისთვის ყველაზე კარგია 11, 12, 13 მარტის დღეები და არ ვარგა 14 და 15 მარტი. დარჩენილი დღეები აქაც საშუალოა. მშენებლობის დასაწყებად, სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე ჯობია 12, 13, 15 მარტის დღეები და არ ვარგა 14 მარტი. სხვილი საყიდლებისთვის კარგია 10, 12, 13, 16 მარტის დღეები, არ ვარგა 11, არ ვარგა 14, არ ვარგა 15 მარტი. სასამართლო პროცესების დასაწყებად კარგია 10, 12, 13, 15 რიცხვი და არ ვარგა 14 მარტის დღე. ეს რიცხვიც. ეხლა რაც შეეხება დაუშვათ ვისაც განზრახული თმების შეჭრა, ყველაზე კარგია თქვენთვის 10, 12, 13 მარტის დღეები. ეს 3 დღე გამოიყენეთ თმების შესაჩერად. რაც შეეხება ბიზნესს, დაუშვათ ვისაც აქვს საქმე ბიზნესთან, ფინანსურ სფეროსთან, აი რა ტენდენციები აქვს მოსაუბრებელი. ნოუბრალი სკოლისა მოითამაშოთ პერიოდი 13 მარტამდე. ეს პერიოდი კარგია ინვესტიციებისთვის, სხვილი საგრძელებისათვის, ბიზნეს საქმიანობ უძრავ ქონებაში შეიძლება ჩაიდოს ფული, მათ შორის და აი ამ კუთხით ნამდვილად არ არის ეს პერიოდი ცუდი. რაც შეეხება 13 რიცხვის შემდგომ უკვე აქ კარგად აკონტროლით უკვე ფინანსები. აქ უკვე საჭიროა, მოდი ვთქვათ, კონტროლი ნებისმიერი ხარჯვისა, რათა აქ რაიმე სახის შესწავლები არ დაიშვას ამ კუთხით. რაც შეეხება სასკვალო პარტნიორობებს 13 მარტამდე პერიოდი ძალიან კარგია, მათ შორის პარნებისთვის, სასკვალო შეხვედრებისთვის, გზნობების გამოსავლენა და ასე შემდგომ. შეიძლება ნიშნობისთვისაც კი
და რომანტიკული თავდასასწრებისთვის კი ბატონო კარგია, აი 14 რიცხვიდან კი ცოტა დაძაბულობა მოემართებს. ანუ სადღაც 13 დღის მეორე ნახევრიდან და შემდგომ უკვე 14, 15, 16 ცოტა ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ შეიძლება გარკვეული განშორება, კონფლიქტები, საქმეთა გარჩევა, პატარა წვრილმანებზე, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ულტიმატუმების დაყენება და ამავდროულად რაც იქნება პრობლემა და ამიტომ ვეცადოთ რომ აქ უკვე არ ვიჩხუბოთ და გვერდიაუროთ საკონფლიქტო სიტუაციებს, რომელთა ალბათობა მაღალია. ეხლა როგორც ავუშვეთ 20 რიცხვამდე მარტისა ჩვენ მზე გვაქვს თევზების ზოდიაქოს ნიშანში. იგი გადის თევზებს, მერე გადავა უკვე ვერჩი. აი ეს პერიოდი ეს 10 დღე 20 რიცხვამდე ზოგადად რა ტენდენციების მატარებელია და რა სიტყვის თვითონ ჩვენთან გამისგენა. ამაზე მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. ნუ სხვადასხვა სახის სირთულეები რო იქნება და ეს მათ შორის განპირობებულია დაბნელებების დერეფნით, ეს უკვე იცით. ამაში შეიძლება გარკვეული გაუგებრობებიც გამოიწვიოს ფორს მაჟორული სიტუაციების შექმნა სხვადასხვა საქმეებში და ურთიერთობებშიც კი. ამიტომ ამ პერიოდში ახლობლების კოლეგების ასე ვთქვათ იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ. არავით არის კამათი და ნუესტებით ყველა დაარწმუნოთ თქვენი იდეების მართებულობაში. ეს ახლა არ ემუშავებს და პირიქით პრობლემებს მოიტანს. მოდი ასე ვთქვათ, რომ ვალდებულებების სამსახურში რაც თქვენი გასაკეთებელი აუცილებლად უნდა შესრულდეს თან კარგად. სხვის საქმეებში ნუ ჩაერევით, თორე ეს გახდება მერე პრობლემების ფაქტორები. ამიტომ თუ ხელმძღვანელი რაღაცას დაგავალებთ, ეს უნდა იყოს ადმინისტრაციულად კარგად შესრულებული. თუ გინდათ რომ პროფესიონალურად არ გაიფუჭოთ საქმე. რაც შეიძლება ფინანსურ საკითხებს, ახლა რაღაც პრობლემები ისეთი განსაკუთრებული მოსაუბრებელი არ არის, მაგრამ დიდი ფულის გაკეთების ტენდენციაც იქნება შედარებით ნაკლები. რაც შეიძლება ასე ვთქვათ, საოჯახო ურთიერთობებს თქვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული. თუ თქვენ ახლობლებს ყველა წვრილმანებზე ასე ვთქვათ არ ჩაეძიებით და ზედმეტად ასე ვთქვათ უკონტროლოდ თუ არ დატოვებთ თქვენს ემოციებს, მაშინ პრობლემა ამ კუთხით არ იქნება. აი ეს ამას მიაქცევთ ყურადღება, მაგრამ თუ ეს თვისებები არ გექნა და ვერც ემოციას აკონტროლებთ და ყველა წვრილმანზე ჩაძიებით პირდაპირ შუბში მეახლით ახლობლებს, მაშინ შეიძლება ამან კონფლიქტები შექმნა საოჯახო კუთხით. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, ქრონიკულმა დაავადებებმა შეიძლება მეტად იჩინონ აქ თავი. ყველაზე კარგი ზონა სახლში არის სამხრეთ-აღმოსავლეთი. რაც მეტად აი ამ ზონაში იქნებით, შეიძლება წიგნი წაიკითხოთ და აქ უბრალოდ დავუშვით, წამოწვეთ ამ ზონაში ეს პოზიტიური ენერგიების ზონაა და ძალიან კარგია მასთან ურთიერთობა, უფრო მეტად ხელში უწყობს გამოჯანმრთელებასაც, განწყობასაც და სხვა სასიკეთო ცვლილებებსაც. ეხლა გადამეტებული დაღლა ვარჯიშებით სასურველი არ არის, თუმცა ვარჯიშები რო კარგია ეს უდავოა, მაგრამ გადაღლა არა, მოდი ასე ვთქვათ. და ცოტა ისეთ კომფორტულ რეჟიმში ვარჯიშობთ. აი ეს იქნება უფრო სწორი. მაგალითად, იოგა ვარჯიშები, ციგონის ვარჯიშები, მედიტაციური, ძალიან კარგი იქნება აღმოსავლური ორთაბრძოლები, მშვენიერი ამ პერიოდში. და ამშვენად ისიც რომ ეს ის პერიოდი რომ სულისას ცურვა მაგალითად, საუნა, დაუშვათ ესეც იქნება საკმაოდ კარგი. რომ საუნა არა იმ პერიოდში რომ ჩვენ აღვნიშნეთ საუნა და აბანო, ამას მოვერიდოთ ჩვენ ესე იგი 2 შაბათს, 3 შაბათს და 4 შაბათის დღის 12 საათამდე. აქ სუსტდება გულსიზვარო სისტემა და აი ამებთან როგორ ცოტა ფრთხილად რომ არ გადავღალოთ გული. მე კი ბატონო დარჩენ პერიოდი კიდე შეიძლება, მაგრამ 14-ში ცოტა ყურადღებით. შემდგომ არ ვარგა საკვების კუთხით ამ პერიოდში 20 რიცხვამდე კვერცხის გამოყენება. ნაკლებად აჯიკა არ ვარგებს მაგალითად. ესეც ხოლო რაც შეეხება ახლა ფრინველის ხორცს, ეს იქნება პირიქით ძალიან კარგი და თევზეული და ზღვის პროდუქტები იქნება ძალიან კარგი. მიდიები და შემდგომ აი ეს ერთიორად გაზდის ორგანიზმის იმუნიტეტს. აი ესეც გავითვალისწინოთ ამ პერიოდში, რაც ახლა ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი იყო და რასაც გვერდს ვერ აუვლიდით. ახლა რაც შეეხება უკვე ჩვენს რიტუალებს, ანუ საფინანსო რიტუალები გულისხმობთ. პირველ რიგში მოიტანხმოთ, რომ ხვალ, მაგალითად 10 მარტს 2 შაბათს კარგია ვალის დაბრუნება. საკუთარი ფულის გადაცვლა შემოიტანს მერე უფრო მეტ ფინანსურ ენერგიას თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ხვალვე არ არის საცვლელი მაინდამაინც მსხვილი კაპიტალ დაბადება მithumetes ნაჩქარევი. 11 მარტს სამშაბათს კარგია ინვესტიციების გაკეთება, მაგრამ არ ვარგა საათის შეძენა. 12 მარტს 4 შაბათს კარგია ვალის დაბრუნება, ფულის ვალში აღება ან გაცემა. 13 მარტს საათის შეძენა იქნება კარგი ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა აქ ინვესტიციების გაკეთება. 14 მარტს მოდი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი რაც არის კარგი საქველმოქმედო აქციები და მათში ჩართვა.
ეს კი არავითარი ფულის ვალში აღება, გაცემა და ასე შემდგომ სხვა ესეთ საკითხებს მეშუანს დავიდავნებოთ. 15 მარტიც კარგია საქველმოქმედო და საქმეებისთვის, მაგრამ არ ვარ გააქვს საკუთარი ფულის გადათვლა და ვალის დაბრუნება. 16 მარტიც კარგია ინვესტიციებისთვის, მაგრამ არ ვარ გას საათების და საიუველირო ლიფტების შეძენა. რაც შეეხება ახლა ანგელოზის დროს, თქვენ ციტესის პერიოდში, რომ სულვისად თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ფარველ ანგელოზს. ამ პერიოდში ილოცოთ კიდეც დაუკავშირდეთ და თხოვოთ, რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, მიმართოთ მას თხოვნით. თუ ასე იგი თქვენ ამას იმსახურებთ, თქვენი კარმული მისიის შესრულების და მიხედვით, მაშინ ეს თხოვნა გისრულდება. თუ არ ისრულებთ, თუ არ ამას თუ არ ასრულებთ და მაშინ რასაკვირველია არ შეგისრულდებათ და კარმულ მისიას ასრულებთ თუ არა, ამისთვის საჭიროა უკვე პირადი ჰოროსკოპის შედგენა. აი როცა მოგზავნდებით ჩემთან, პირად ჰოროსკოპს შევადგენთ და მე უკვე გეტყვით და თქვენთვისაც გასაგები იქნება. აი რა არის თქვენი კარმული მისია და რამდენად ასრულებთ თუ არა, თქვენ უჩემოდაც ძალიან კარგად მიხვდებით უცებ. და თუ ასრულებს ადამიანს იმას, აი ესეთი თხოვნა ასრულდება. თუ არ ასრულებს, მაშინ არ ასრულდება. შეიძლება პირდაპირ ასე ვთქვათ. ეხლა რა დრო გვაქვს ჩვენ ასეთი? პირველ რიგში ხვალ 10-ში როცა თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თხოვნით ფარველ ანგელოზს. დილი 9 საათიდან 35 წუთიდან, დილი 10 საათამდე 28 წუთამდე. 11-ში სამშაბათს ანგელოზის დრო გვაქვს ჩვენ დილით 8 საათიდან 22 წუთიდან, დილი 9 საათამდე 20 წუთამდე. 12 მარტს 4 შაბათს დღის 13 საათიდან 20 წუთიდან, დღის 14 საათამდე 10 წუთამდე. 13 მარტს 5 შაბათს დღის ან დილის როგორც გენებოთ 11 საათიდან 15 წუთიდან, დღის 12 საათამდე 5 წუთამდე. 14 მარტს დილით 8 საათიდან 12 წუთიდან, დილის 9 საათამდე და 7 წუთამდე. 15-ში შაბათს დღის 11 საათიდან 45 წუთიდან, დღის 12 საათამდე 33 წუთამდე, შემდეგ კვირა დღეს დღის 14 საათიდან 10 წუთიდან, დღის 15 საათამდე 3 წუთამდე. და რაც შეეხება უკვე ჩემთან მოსვლას, ანუ იგულისხმება პირადი ასტროლოგიური რუკის ჰოროსკოპის შედგენა, ამისთვის უნდა შევეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. მეორე 599 91 52 38. შევადგინოთ თქვენი ასტროლოგიური რუკა, ვნახოთ რისთვის ხართ მოსული ამ ქვეყნად, რაშია თქვენი კარმული მისია, რამდენად ასრულებთ, რა ტენდენციების მატარებელი ხართ, რამ დაუშვათ გაქვთ, რა გიწერიათ უცხოეთთან მიმართებაში, სამშობლოსთან მიმართებაში, პარტნიორებთან მიმართებაში, ჯანმრთელობის სუსტი ზონები, რომელია საერთოდ კარგი და ცუდი პერიოდები წლის მიხედვით. ამას ყველაფერს უკვე შევაჯამოთ, ეს ყველაფერს გვექნება ჩაწერილი და აქედან გამომდინარე უკვე იქნებით გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული და იმედია წარმატებული. ვიმეორებ 599 91 52 38. მოგზავნდეთ, შევადგინოთ, ვისაუბროთ, აი ეს ერთი ერთზე მე და თქვენ 2 საათი და მე მგონი უკვე როცა წახვალთ ჩემგან, ბევრი რამ უკვე თქვენს გონებაში იქნება ცხადი და მე მგონია რომ სხვანაირად შეცვლით თქვენ ცხოვრებას, როგორც ეს არაერთმა ადამიანმა გააკეთა და ამით ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა მეც, მინდა გითხრათ. და ეხლა ავნიშოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აი ჩვენ ერთ-ერთი მაყურებელი გვეკითხება, აქ არის დამხვდეს ესეთ საკითხი, გვეკითხება რომ აი ხშირად ვახსენებ მე ეს სიტყვას, როგორც არის ბუმერანგი. და რა იგულისხმება ამ ბუმერანგში, როცა დავუშვათ ადამიანი იგულისხმობს აი ბუმერანგს, რასაც აგზავნით, მოდის უკან. ხშირად ვამბობ ამ ფრაზას, გავუშვებთ კარგს, მოვა კარგი ცუდს. ნუ ამისთვის მოდი უფრო იქნება გასაგები ესე გახდეს. მოგიყვანთ ერთ ცნობილ ისტორიას, იყო ესეთი ძალიან დიდი სულიერი ოსტატი კაბირი. და თავის დროზე იგი მოღვაწეობდა ერთ-ერთ მახარაჯასთან, მეფესთან, მოდი ასე ვთქვათ, ინდოეთში. და დროულ კარგჩევს აძლევდა, თუმცა ნუ ეხა ეს მახარაჯა ხო ის ცოტა ისეთი ხალხია. ხასიათვალებადი ხალხია, როდის რაჭკუაზე კაცმარცის და ერთხელ აქ ძალიან დიდი ასეთი წვეულება მახარაჯას, ნუ ეს კაბერიც ესწრება თავის თავად და აი ამ თემასთან დაკავშირებით ეს კითხვა დაუსვეს ასევე კაბირს. იქ იმიტომ რომ იცოდნენ მისი ტვინის ამბავი, ძალიან ბრძენი პიროვნება იყო და აი რა სიტყვითო თქვენ აი იმაზე რომ რაღაცას გაუშვებ და მე ეს მოდის უკან, რამდენად მართალია და უთხრა აბსოლუტურად მართალია რაღაცა და მეფე ამას არ დაეთანხმა, რაღაც არ მოეწონა, ხასიათზე არ იყო და ნუ კაბირმა ისევ მაინც თავისი როცა გააგრძელა და ახლა მეფემთან ვერ აიტანა ის რომ კაბირი შეეწინააღმდეგება თანსაზოგადოების წინაშე აიღო და სილა გააწნა, როგორ რომ შენო
არ ეთანხმებით ჩემ აზრს, ხო? კარგი ბატონო, ეხლა რა ქნა კაბირმა? კაბირი მივიდა იქვე, ერთ-ერთ გენერალთან, რომელიც იქვე იდგა, მახარაჯას გენერალთან და აიღო და სილა გააწნა. ის შეცვენებული იყო, უცებ დაიბნა, რა მოხდა, ვერ გაიგო, ამას არავინ არ ელოდა, საერთოდ თელს საზოგადოება იყო შეცვენებული, რა მოხდა და კაბირი ეუბნება, გადაეცი. გენერალი ცოტა ხანში რომ მოვიდა აზზე, აიღო და მეორე გენერალს გაულაწუნა, იმასაც უთხრა გადაეცი და ასე მთელი ლაწუნდი იყო, მთელი ქალაქში, მთელი დღე. დამთავრდა, ეგ არის ყველა საინტერესო. როცა უკვე სამოს მეფე შედარებით კარკასიაძე ცოტა ნასვამი და შემოვიდა ასე ვთქვათ საზენებელში, დახვდა თავისი პრინცესა და შემდეგ კალბატონი და ეს კალბატონი ვერ იყო რაღაც ხასიათზე, ამ რაღაცა უკმეხათ უთხრა მეფემ და მიიღო სილა კალბატონისგან. და ნუ მერე ბოდიშები უხადა და მთელი ამბავი და შეგობდა რა მოხდა? და მერე კაბირმა უხსნა მეორე დღეს რა მოხდა? თქვენ ხო გაუშვით ნეგატივი ხო? სილა გამარტყით ხო? მე გავარტყი სხვას გავუშვი, იმას სხვას მთელი ქალაქი მოიარა და დაგიბრუნდათ ისო თქვენ. რასაც უშვებთ მოდის უკან, ხო? ცუდს გავუშვებთ, მოვა ცუდი, კარგს გავუშვებთ, მოვა კარგი. ამიტომ შემოკარგებო, რაც მე სიკეთეს გავუშვებთ, თქვენი აზრებით, სიტყვებით კი შეიძლება ფინანსურად გიჭირთ, შეიძლება ჯანმრთელობით გიჭირთ, შეიძლება სამსახური არ გაქვთ, შეიძლება ეს საერთო სიტუაცია გაღიზიართ, კი ეს ყველაფერი ამას რა დაამთავრებს. ეს გასაგებია რომ ყოველთვის არის ესეთი რაღაცები, მაგრამ თავარი არის რა განწყობის თეორია, მათ შორის დმიტრი უზნაძის, ხო? განწყობი დადებითად გაუშვებ დადებით, თუნდაც სიტყვით, აზრით, ემოციით, მოქმედებით, ეს ენერგია. ის აუცილებლად დაგებრუნებათ უკან. ამიტომ გავუშვით დადებითი, ნუ უშვებთ ბოღმას, შურს, წყენას, ეჩვიანობას, აგრესიას, დეპრესიას, ეს აუცილებლად მე დაგებრუნებათ უკან და ძალიან ცუდად, ხო? ამიტომ გავუშვათ დადებითი, მოვესიყვარულოთ ერთმანეთს, მოვეფეროთ ბოლო. წუთი სოფლის სტუმრები ვართ. რაც წაიღებთ აქედან, სიყვარულის და სიკეთის გარდა. ამაზე იფიქრეთ, მე მგონია რომ გამგადგებათ და თუ ამას შეძლებთ ამის გაკეთებას ნახავთ როგორი ბედნიერები და წარმატებული იქნებით და ნებისმიერ პრობლემას გაცილებით ადვილად გადასკვითებთ. რეალურად მე ამით დრო დამისრულდა. ხვალდილით ჩვენ როსკოლაში შევხვდებით 11 საათზე კიდევ გამეორება იქნება ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ამ გადაცემის როსკოლა Facebook-ზე, YouTube-ზეც დაიდება და ასევე ხვალდილით შევხვდებით ტელეემეთში 900 დააგდებათ 15 წუთი, შემდგომ რადიო ემეთში 20 წუთზე 10-ისა და მერე 10 საათზე დილით პოსტივის დილის გადაცემაში. ხუთშაბათ შევხვდებით ერთმანეთს სადღაც პირველი ნახევრიდან რუსტავიორის შუადღის გადაცემაში და როსკოლა რადიო ფორტუნა მოგაწვით თქვენ კიდევ ინფორმაციას ყოველ ასე ვთქვათ დღიურს, სადაც თქვენ გეკნებათ ინფორმაცია ცალკეული დღეების და კვირის პროგნოზის შესახებ. ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული, იმედია წარმატებული. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები ხა დაასრულოთ 13 რიცხვის დღის მეორე ნახევრამდე. ეს პერიოდი კარგია, მერე უკვე იწყება ცოტა სირთულეები და ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე ამ დღეს გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.